RMG-ის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ თორნიკელი პარტიას ვთხოვთ სცენაზე. მოგესალმებით, ატიცემულებო, მეგობრებო. ეს გვაქვს პატივი, რომ ჩვენ ღონისძიებას ესწრებოდეს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, ადგილობრივი მთავრობა, მხარის გუბერნატორი, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, ჩვენი თანამშრომლები. დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩვენთვის ეს ღირსშესანიშნავი, აღსანიშნავი დღე არის, იმიტომ რომ იცით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ვასრულებთ გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობას, რომელიც ემსახურება ჩვენი საწარმოდან გამდინარე წყლების, ჟანგბადის და გაერთიანებულად ეკოლოგიის პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ვთვლით, რომ გარდამტეხის სიტუაცია შევიტანეთ, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, მათ შორის მაშავერის კვლევა, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც შეიძლება ითქვას ადრე საერთოდ არ იყო ცხოვრება, აღდგენილია და ეს დღევანდელი ჩვენი ღონისძიებაც ემსახურება აი ამ გაჯანსაღებულ მდინარეში თევზის ჩაშვებას. ესეც ისტორიული მომენტია, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პერიოდით ეს თევზი ჩვენთან ბინადრობდა ბევრი ხნის განმავლობაში და დაკარგული იყო შემდეგ, იმიტომ რომ არის რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც კონკრეტულად ამ სახეობის თევზის გაწყვეტას შეუწყო ხელი ამ მდინარეებში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ბატონ თემურ ყემალაძესთან ერთად დავაბრუნეთ ეს თევზი მდინარეებში, მისი ხელშეწყობით, ეს მისი ეცადინეობით მოხდა ეს ყველაფერი და დღეს გვაქვს პატივი თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ერჯერადი სახეობის ეს ჩაშვება თევზის 500,000-ზე მეტი ლიფსიტა არის გაშვებული დღეის მდგომარეობით მდინარეში და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელსაც და შემდგომშიც ამას ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობთ და ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი ესეთი ღონისძიება, რასაც ქვია ველური ბუნების ხელშეწყობა და გვერდში დგომა. რთული პერიოდი გაიარა ჩვენ ყველამ ერთად, რთული პერიოდი გავიარეთ, ჩვენმა კომპანიამ შეძლო ის, რომ ეკოლოგიური მიმართულებით და საერთოდ ჩვენი ძირითადი მიმართულებით არ შეგვიზღუდია საქმის წარმოება, ყველამ ერთად ეს შევძელით, მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვედგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და აი ამ უხილავი სენის დროს შეძლეს ის, რომ აქტიურად ეკოლოგიის მიმართულებით ის დიდი პროექტები, რომელიც ჩვენი კომპანია ახორციელებს, არც ერთი არ შეჩერებულა და დღეს გვაქვს ყველას ერთად რაღაცა სიამაყის გზნობა. მადლობას მოგახსენებთ. თუ შეიძლება სცენასთან ბატონ მინისტრს ვთხოვ, რომ მობრძანდეს. დიდი მადლობა ბატონო თორნიკე, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნების ბატონ შოთას, დეპუტატს ბატონ გოგიტას იმ
ადამიანებს, რომლებიც ამ ხარის გულშემატკივრები არიან და მე ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით აღსანიშნავი დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს არის ალბათ ერთობლივი ბევრი შრომის პატარა შედეგების ჩვენება, დემონსტრირება და ჩვენი ქვეყნის ბუნების ზრუნვის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ დასამახსოვრებელი ღირსშესანიშნავი მომენტი, იმიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ ზოგადად ველური ბუნების სახეობების აღდგენაზე და დაბრუნებაზე, ეს სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ რაღაც ინსტიტუციური ნაბიჯებიც გადავდგით. ჩამოყალიბდა ველური ბუნების სააგენტო, რომლის პრეზენტაციაც ჩარშა მქონდა. თუმცა ამას წლების მუშაობა უძღოდა წინ, როდესაც ჯერ კიდევ სანაშენე მეურნეობის საფუძველზე დავიწყეთ ჩვენ უკვე ფაუნის სახეობების აღდგენა და რეინტროდუცირება, ჩვენ ბუნებაში დაბრუნება, მათ შორის გადაშენებული სახეობების დაბრუნება და ასევე გადაშენების პირას ყოფი სახეობების გამრავლება და დაბრუნება. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანის ზემოქმედებით ათეული წლების განმავლობაში სამწუხაროდ შეიცვალა ჰაბიტატები ძალიან ბევრი სახეობის და ძალიან ბევრი სახეობა არ თუ გადაშენების პირას, არამედ რეალურად გადაშენდა კიდევაც. ფარგაც ერთ-ერთი ასეთი სახეობაა, ქორჭილისებრი წარმომადგენელი, რომელიც იმ აუზიდან გაქრა და ბევრი წელი, რა თქმა უნდა, ფარგა საქართველოში არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, ალბათ ბევრი კრიტიკოსი იტყვის კიდევაც, რომ რამდენად ბუნებრივი გარემოა ამ კონკრეტული სახეობისთვის, რამდენად მიზანშეწონილია ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, მაგრამ მეწმუნეთ, რომ ეს იყო ჩვენი ბუნებისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და ინიციატივა, რომელსაც კომპანიამ RMG დაეხმარა, ვფიქრობ, რომ ძალიან დასაფასებელია. ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად ამ პროექტში იყო ჩართული და განსაკუთრებული მადლობა ბატონ თემურ ყემალაძეს მეც მინდა გადაუხადო, ზოგადად ბატონ გოჩასაც, ჟურნალს ველური ბუნება, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ეს არის ჟურნალი, რომელიც ზრუნავს საქართველოს ბუნებაზე, ზრუნავს მოსახლეობის სწორად ინფორმირებაზე და სამინისტრო თქვენს მოღვაწეობას ძალიან დიდად აფასებს და ამისთვის რა თქმა უნდა მადლობა. ეს ინიციატივა არის კარგი მაგალითი თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ, ბიზნესმა და რა თქმა უნდა ესეთი სამოქალაქო საზოგადოებმა კარგი თანამშრომლობით და ერთობლივი თანამშრომლობით ესეთი შედეგები დადოს. ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში და განსაკუთრებით ამ მხარეში ეკოლოგიური პრობლემები იყო ყველაზე დიდი საზრუნავი და ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ეს იყო ისტორიული დაბინძურების ძალიან დიდი ისეთი ადგილები, რომელსაც ბევრი წელი ჭირდებოდა გამოსწორების კუთხით და თულად თუ ვინმეს წარმოედგინა, რომ ჩვენ შეგვეძლო მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ქონოდა. მე ვფიქრობ, დროის მოკლე მონაკვეთში და აქ რა თქმა უნდა არ შეიძლება არ აღინიშნოს ყველა ჩართული რგოლის აქტიურობა, ის ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იგივე საყდრისის კომიტეტი, ის ადამიანები, ვინც ეკოლოგიაზე ზრუნავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა, რომ არა ძალიან პრინციპული, მკაცრი პოზიციები სამინისტროსი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ გქონდა მკაფიო მიწერილობა კომპანიის მიმართ, მაგრამ თუ არ იქნებოდა თანხმედრი ნაბიჯები და არ იქნებოდა მონდომება კომპანიის ჩართულობა და ამ შემთხვევაში კომპანია RMG-ს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად დასაფასებელია, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებთ. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ყოფილიყავით დისკუსიის რეჟიმში, მაგრამ თანამშრომლობის რეჟიმი იძლევა რეალურ ხელშესახებ შედეგებს და ჩვენ დავინახეთ, რომ 3 წელიწადში ფაქტიურად ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად შეცვლილი რეალობა, შეცვლილი გარემო ვითარება, შეცვლილი ეკოლოგიური სტატუსი ბევრი მდინარის ქვემო ქართლში, რომელიც რა თქმა უნდა დაბინძურებული იყო, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებით, მძიმე მეტალებით და ფაქტიურად ის არ იყო, რა თქმა უნდა, ფაუნის ბევრი სახეობებისთვის, საერთოდ ცოცხალი ორგანიზმებისთვის გამოსაყენებელი. შესაბამისად, ის რა შედეგის დღეს გვაქვს, იგივე რომ მაშავერაში სიცოცხლე აღდგა და დღეს ჩვენ შეგვიძლია პირიქით გადაშენებული სახეობების დაბრუნება მდინარე მაშავერაში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ერთობლივი მუშაობის. ეს არის მრავალმილიონიანი კომპანიის მხრიდან ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს გამწვენდი ნაგებობების აშენებას, გულისხმობს ძირითადი დაბინძურების წყაროების ლიკვიდაციას. ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და კოვიდის პირობებშიც არ შეჩერებულა და სწორად აღნიშნა ბატონმა თორნიკემ, რომ ყველას ძალისხმევით ეს პროცესი წარიმართა შეუჩერებლი. მუდმივი მხარდაჭერა ქონდა ამ პროცესს მხარის ხელმძღვანელობის მხრიდან ბატონ შოთას მინდა ამისთვისაც რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო და მხოლოდ თანამშრომლობით, მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ერთობლივი სულისკვეთებით შეიძლება მართლაც შედეგის მიღწევა.
არ ვამბობ რომ ყველაფერი გამოსწორებულია, ყველა პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ თქვენ გვესმით რომ ძირითადი დაბინძურება ჩვენ ქონდა მდინარეებიდან, მდინარეები აბინძურებდა მათ შორის ნიადაგს და ჩვენ ქონდა ნიადაგის და წყლების დაბინძურება თავარი გამოწვევა, ჩვენ დიდწილად მოახერხეთ ძირითადი დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირება და გარკვეულწილად ლიკვიდაციაც, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება და მივა ლოგიკურ დასასრულამდე, იმიტომ რომ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა გვაქვს. ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო ერთი და მეორე კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მართლაც ვფიქრობ რომ განსაკუთრებული დღეა და დაგვამახსოვრდება ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ის სამუშაო რომელიც ამ რეგიონში მიდის მდინარეების იგივე გათევზიანების კუთხით არ არის რა თქმა უნდა ერთადერთი ჩვენ ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ როგორც გითხარით, გადაშენების სახეობების დაბრუნებას ბუნებაში, მათ შორის თევზის სახეობების, მათ შორის ჩვენი ნაკადულის კალმახის და ეს დღევანდელი დღეც ერთ-ერთი ეს ღირსშესანიშნავი დღეა ამ კუთხით. ქვემო ქართლს მინდა მიულოცო, რომ აქ ეკოსისტემის რაღაცა გაუმჯობესება ხდება და ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად აღდგენა ამ რეგიონს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი განვითარების, როგორც ეკოლოგიური, ისე კულტურული კუთხით და თუ გვექნება ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი შედეგებიც ჩვენ დღეს გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შედეგის მიღწევა კიდევ შესაძლებელია. ყველას დიდი მადლობა და გილოცავ. მადლობა ბატონო მინისტრო, ნება მომეძით RMG-ის სახელით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ აქ დამსწრე საზოგადოებას და მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის, როგორც ბატონმა მინისტრმა და თორნიკემ აღნიშნა, მართლაც უკვე მესამე წელია RMG ადგას დიდი გარდატეხების და განვითარების გზას, რაც გულისხმობს უპრეცედენტო ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების დანერგვას და ტექნოლოგიურ გადაიარაღებას. მე ვფიქრობ, რომ იმდენად მდგრადია ეს პროცესი, რომ ამ კომპანიაში ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს ამ პროცესს და იქნება მუდმივად განვითარების გზაზე. დღეს არის ძალიან უნიკალური დღე, საქართველოში ბრუნდება ფარგა, ეს არის 2 წლის წინ დაწყებული პროექტი, მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, დღეს რეალურად იწყება ამ პროექტის განხორციელების ეტაპები, 100,000-ობით ლიფსიტა ეტაპობრივად ჩაეშვება საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ამ პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა კობერიძეს და მის გუნდს, ბატონ მინისტრს და რა თქმა უნდა RMG-ს და კონკრეტულად RMG-ს თითოეულ თანამშრომელს, რომ არა მათი თავდაუზოგავი შრომა მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა და ჩვენ ზოგადად RMG-ს მენეჯმენტს არ გვექნებოდა იმის საშუალება ესეთი პროექტები გაგვეხორციელებინა. მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდში იყო ესეთი სოციალური კამპანია შემნიშვნელოვანი ხარ, რომელიც იყო მძიმე მრეწველობის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საზოგადო ცნობილმა მოღვაწეებმა ესეთი კლიპიც მიუძღვნეს ჩვენ თანამშრომლებს და მეც უერთდები მათ კიდევ ერთხელ და მინდა ვთქვა, რომ ისინი არიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისთვის. ვინაიდან პანდემიას და COVID-19 შევეხეთ, არ მინდა შანსი გაუშვა და მადლობა არ გადაუხადო ბატონ მინისტრს და მის გუნდს ესეთი სწორი და წარმატებული მართვისთვის პანდემიის, რომ არა მათი ესეთი სწორი გადაწყვეტილებები ალბათ უფრო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც დანარჩენი მსოფლიო და აქვე მინდა ჩვენი RMG-ის პატარა წვლილიც აღვნიშნო. RMG-მ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პანდემიის სწორმართვაში, რომელიც ერთის მხრივ გულისხმობდა ჩვენ ლოკალურად სწორი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევძელით და ჩვენ 3,000 დასაქმებულ ადამიანს შეუნარჩუნეთ სამსახური, ხელფასი და კიდევ მეტიც ჩვენი საბონუსო პროგრამა, რაც გვაქვს, ყველა თანამშრომელმა მიიღო ბონუსი მიუხედავად იმისა, რომ 1100 ადამიანი სახლში ყავდა დატოვებული და არც ერთი ჩვენი პროექტი არ გაჩერებულა სრული მასშტაბებით და კიდევ უფრო მეტი განვითარების იმედებით ვაგრძელებთ ამ პროექტებს და ამ რთულ პერიოდში პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელოვანია სამთო მრეწველობა ქვეყნისთვის და რეგიონისთვის და ზოგადად რა მნიშვნელოვანია RMG როგორც ლიდერი
ამ სფეროს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ძირფასო საზოგადოებავ, მივესალმები ბატონ ლევანს, მის გუნდს, მივესალმები მაჟორიტარ დეპუტატს, მივესალმები RMG-ის წარმომადგენლობას, ყველა მხარეს, ორგანიზატორებს ძალიან დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო ღონისძიებისთვის. ბატონ თემურ ტყემალაძეს, ბატონ შოთა რეხვიაშვილს თავიანთი ძალიან აქტიური ჩართულობისთვის და აი ამ კარგ საქმეში მხარდაჭერისთვის და ვალდებული ვარ ელემენტარულად გითხრათ, რომ მოვდივართ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სადაც ასევე ფანტასტიკური საჩუქარი მიიღო მუნიციპალიტეტმა, ისევ და ისევ RMG-ის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტით, რომელიც ახალ თანამედროვე სტანდარტის მუზეუმში აისახა, სადაც არის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, ტურისტული დატვირთულობა და ეს არის ბედნიერება, როდესაც აი ამ ღონისძიებიდან იწევს აი ესეთ ფანტასტიკურ გარემოში კიდევ ამ ძალიან დიდი და კარგი კომპანიის შემოქმედება იხილო, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ველური ჟურნალ ველურ ბუნებას, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს აი ამ მხარდაჭერისთვის, რაც ამ წუთში ქვემო ქართლში ხდება. მართლაც საშური საქმეა, მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენად იყო მავნე ზემოქმედება ქვემო ქართლში ბუნებაზე, მდინარეებში და მათ შორის ამ მდინარეშიც მართლაც არ იყო ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ აი ამ ცდელობით, ერთობლივით და RMG-ის ძალისხმევით ძალიან ბევრი სასარგებლო სასიკეთო საქმე დაიწყო და განხორციელდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეები გვექნება კიდევ წინ განსახორციელებელი. ამ მხარეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ყველა მიმართულებით. აქ არის ფანტასტიკური მუნიციპალიტეტები თავისი ბუნებით და ყველა ის აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზიდულობას და ჩვენი ფლორის, ფაუნის შენარჩუნებას, განვითარებას, დაცვას, არის ნამდვილად საშვილიშვილო და ეროვნული საქმე. ყველა კარგ წამოწყებაში მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. მე თლათ მზად არ ვიყავი აქ გამოსვლისთვის, თუმცა მაქვს გულწრფელი დამოკიდებულება და სურვილი იმისთვის, რომ რეალურად ძალიან ბევრი საქმე, სასიკეთო საქმე უახლოეს პერიოდში დაიწყო, განხორციელდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და სურვილი მაქვს, რომ ძალიან ბევრი კიდევ დასამახსოვრებელი ესეთი დღეები იყოს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მართლა არაჩვეულებრივი დღეა. ბატონმა შოთამ აღნიშნა და ჩვენ სწორედ დღეს ბოლნისში მოგვეცა საშუალება გაგვეხსნა ახალი მუზეუმი, რომელიც არაჩვეულებრივად ასახავს საწარმოს ახალ მიდგომას, მის სოციალურ პასუხისმგებლობას, მის დამოკიდებულებას ზოგადად მიმდინარე პროცესისადმი და ეს მუზეუმი პირველ რიგში იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი მუნიციპალიტეტის და ყველა აქ ჩამოსულ ადამიანს ნათლად ექნება საშუალება რამდენიმე ათასწლოვან ისტორიას გაეცნოს მთელი ჩვენი რეგიონის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მე მქონდა საშუალება ამ უნიკალურ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მე აი ამ მდინარის პირას ვარ გაზრდილი და ჩემი ბავშვობიდან დაახლოებით 70-იანი წლების ბოლოდან ძალიან შეიძლება ითქვას, რომ მძიმედ შეიცვალა ეკოლოგიური ვითარება და პრაქტიკულად ჩვენ ვიცით, რომ მდინარე მაშავერას ქვედა ნაწილში ეკოსისტემა თითქმის განადგურდა და დღევანდელი დღე არის აბსოლუტურად საპირისპირო მაგალითი და პირველ რიგში საწარმოს დამოკიდებულებისა, მისი მიდგომებისა, ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიზნებისადმი და ალბათ 5-10 წლის წინ აი ამ პროექტის განხორციელებას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას ხეობაში და მე მინდა
აი ამ დამოკიდებულების გამო საწარმოს ხელმძღვანელობას გადაუხადო მადლობა და ასევე აღნიშნო გარემოს დაცვის სამინისტროს ძალიან დიდი როლი პროცესში და სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების პირადად ბატონი ლევანის მიდგომებმა და საწარმოს დამოკიდებულების შეცვლამ გახადა შესაძლებელი აი ამ დიდი და გრანდიოზული პროექტის განხორციელება. მე მივესალმები ამ წამოწყებას და იმაჩნია რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და რაც უფრო მეტი სოციალურად პასუხისმგებლიანი გარემოს დამზოგავი დამოკიდებულების საწარმო გვეყოლება ქვეყანაში უფრო მეტად სწრაფად განვითარდება და წარმატებას მიაღწევს თითოეული ჩვენგანის სამშობლო. უღრმესი მადლობა. მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. არ ვიცი როგორ დავიწყო, პირველ რიგში რასაც ვიტყოდი რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ მე დღეს. რადგან დღევანდელი დღე შედგა ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყო ის რომ შეიძლება საქართველოში ის კი არა რომ რაღაცეები დავაბრუნოთ. ყოველთვის იყო რომ რაღაცეები არ დავკარგოთ კიდევ რაც გაგვაჩნია და საქართველოს როდესაც დგება იმ გზაზე რომ არა მარტო შენარჩუნებაზე, არამედ უკვე რეინტროდუქციაზე მიდის საუბარი და ჩვენ ისევ ვაბრუნებთ ფაუნის იმ წარმომადგენლებს, ეს არის უბედნიერესი დღე და მე მინდა რომ დღევანდელი დღე იყოს საწინდარი ესეთი ძალიან კიდევ ბევრი ანალოგიური ფაქტორების. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში ჩართული იყო და ამას მინდა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა. განსაკუთრებული ხაზი, იმიტომ რომ ეს პროექტი იყო ბრწყინვალე მაგალითი იმისი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო, სამეცნიერო წრეების ერთობლივმა შრომამ დადოს შედეგი. და შედეგი არის ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. ეს არის სახელმწიფო და ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძო სექტორი და RMG Gold, RMG Cooper-ის ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციები აქ ჩართული და ამან ყველაფერმა შეძლო ის, რომ დღეს ჩვენ შევძელით ფარგის დაბრუნება. ორი სიტყვით რო გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე უკვე ითქვა ფარგის შესახებაც, თევზი არის აბსოლუტურად ჩვენი ენდემი და საქართველოში ოდითგანვე ყავდა როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთში, მაგრამ სხვადასხვა ანთროპოგენული მიზეზთა გამო გაგვიქრა ორივე მხარეს. უნდა ითქვას, რომ დასავლეთში როგორც მეცნიერები იძახიან, პალიასტომის ტბასთან არის დაკავშირებული და მის სახეცვლილებასთან ეს პრობლემები ფარგის გაქრობასთან დაკავშირებით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ვთქვათ, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში ჰესების შენებლობა იყო პირველი ის და შემდგომ ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ის პოპულაცია, რაც საქართველოში დარჩა, ჭყალებში ვივაშკაცეთ ჩვენ და ბრაკონიერობით აბსოლუტურად გავჟლიტეთ მთელი პოპულაცია ფარგის. მაგრამ შესაძლებელი გახდა თქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვისაც თევზაობასთან კავშირი აქვს და მეთევზეთა სხვადასხვა კლუბებთან მათ იციან, რომ რამოდენიმე აწლეულის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, რომ დაბრუნებულიყო ფარგა საქართველოში, კერძო მცდელობები, კლუბები, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზთა გამო, ფინანსური პრობლემების გამო და ერთი სამითი შეხედვით ადვილია თქვა რომ აი მეზობელი ქვეყანაა ჩავიდეთ, მაგრამ დამერწმუნებიან ყველა ის გუნდი და განსაკუთრებით RMG, რომელიც ერთი წელია ჩვენთან ერთად ამ პროექტს ახორციელებს, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა გადალახვა იმ ყველა პრობლემის და როდესაც ჩვენ მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ პირველ ეტაპზე შემოვიყვანეთ საცდელი ჯგუფი, რომელიც განვათავსეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბორში და შემდგომ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და სადედე ჯგუფი შემოვიყვანეთ, რათა იმისთვის რომ პოპულაცია აღდგეს, სამწუხაროდ ესეთი ერთჯერადი აქციები ვერ მიიღებს, შედეგს ვერ გამოიღებს. საჭირო არის წლების განმავლობაში მასიურად გაშვება ლიფციტების და ჩვენ შევძელით და შევქმნით სადედე ჯგუფი, ჩვენ შევძელით და ყავს 100,000-ობით ლიფციტა ამ ეტაპზე და მილიონობით მომავალში, რომელიც უზრუნველყოფს მტკვრის სხვადასხვა შენაკადებში ამ ეტაპზე და აღმოსავლეთ საქართველოში შემდგომ ჩვენ აუცილებლად ალაზნის შენაკადებშიც გადავინაცვლებთ. უნდა ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოს ამ ეტაპზე ამ პოპულაციით ჩვენ ვერ ვეხებით, რადგან მეცნიერების რჩევით განსხვავებული არის მაინც პოპულაცია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის, თუმცა აქვე დავაანონსებ და გეტყვით, რომ ჩვენი ჟურნალი აქტიურად მუშაობს უკრაინასთან და რამოდენიმე ქვეყანასთან, რათა მოვახერხოთ ანალოგიურად დასავლეთ საქართველოში შესაბამისი შემოყვანა ფარგის. აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რომ რატომ
RMG და რატომ მოხდა ეს მაშავერაზე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ეს იდეა მოგვივიდა და გვინდოდა ამის განხორციელება, ამას ყველაფერს უძღოდა აი ეს თელივის, რომელიც უკვე საუბარი იყო ამაზე, ველური ბუნება ჩართული არის აქტიურად მონიტორინგში სხვადასხვა გარემოს დაცვითი პროექტების და კონკრეტულად საუბარი იყო აქ კაზრეთულაზე, კაზრეთულას კაფსულიზაცია, რამაც ჩვენ თვალწინ, ანუ მესამე წელია ჟურნალი ველური ბუნება და ჩვენი სპეციალისტები იქთეოლოგებთან ერთად ვახორციელებთ ძალიან აქტიურ დაკვირვებას და 3 წლის წინ რაც სურათი იყო და დღევანდელი არის აბსოლუტურად შემიძლია ვთქვა სადა მიწა, რამაც მოგწა იმის საშუალება, რომ დინარი არის სუბდა, დინარი არის აბსოლუტურად ადეკვატური იმისთვის, რომ იქთიოფაუნა გამრავლდეს და ფარგის რეინტროდუქცია მაშავერაში იყო ამის საუკეთესო მაგალითი. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და აუც ვისარგებლებ კიდევ ამ შემთხვევით და დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ კერძო სექტორის სხვა, არ ვიცი, საქართველოს სხვა მონაწილეებიც თუ დაფიქრდებიან და ყველა რაღაცის რეინტროდუქციას გააკეთებს ამ ქვეყანაში, დამერწმუნეთ ვიქნებით ეკოლოგიურად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა RMG-ს, გარემოს დაცვის სამინისტროს და ყველა დამსწრე საზოგადოებას.